მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ მოგწერთ ძალიან მალე. დღეს ამ პოზიციაზე ვშლით, თქვენს წინაშე არის პოზიციები, აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. რაც შეეხება უკვე ჩაწერილ ვიდეოებს, შეგიძლიათ უყუროთ, რადგან მაშინ იწყებს ვიდეო რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არანაირ კავშირში არ არის ის ვიდეო, როდის არის საიტზე განთავსებული. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველებო და ვნახოთ, ვინ მოგწერთ თქვენ ძალიან მალე. თქვენთან გამოჩნდება იმ ადამიანის SMS-ი, რომელიც ერთი შეხედვით თქვენს გამო თავდაკარგულია, გაჩვენებთ თავის ემოციებს, გაჩვენებთ თავის დაინტერესებას თქვენს მიმართ, საკმაოდ შეიძლება ქმედითი ადამიანიც იყოს, რაღაც ნაბიჯებს თქვენთან აფიქსირებდეს, მაგრამ ერთი შეხედვით მისი ეს დაინტერესება თქვენთვის მისაღები და საინტერესო იმიტომ არ არის, რომ შეიძლება თქვენს თავიდან მოგეწონათ ეს ადამიანი, როდესაც თავდაპირველად მასთან ურთიერთობა წამოიწყეთ, იცნობთ ამ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში გისაუბრიათ, შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი შეხვდით კიდეც. რაღაც დონეზე მიუშვით თქვენს სიახლოვეს, მაგრამ მიხვდით, რომ ამ ადამიანს არ აქვს თქვენს მიმართ კონკრეტული შემოთავაზებები. უყვარს სპონტანური ცხოვრება, უყვარს ზედაპირული ემოციები, უყვარს უპასუხისმგებლო ურთიერთობები და შეიძლება საერთოდაც არ გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ თქვენთან ყოფნა უნდა, ძალიან ხიბლავთ, თქვენთან დიდი მიზიდულობა აქვს, ნება აქვს, ურთიერთობის სურვილი აქვს, გართობის სურვილი აქვს, გართობა ამ შემთხვევაში ცუდად არა. სადმე წავიდეს, დაგპატიჟოთ, სასიამოვნო დღეები გაატაროთ ერთად, მაგრამ აი იმის შემდეგ რაღაც კონკრეტულს არაფერს არ გთავაზობთ ან ურთიერთობას, ან გეგმებს, ამომავლო პერსპექტივებს, თან უყურებთ, რომ რაღაცა მისი ცხოვრების სტილის დიდად თქვენთვის წარმოდგენილი პარტნიორის იმიჯში არ ჯდება, ანუ თქვენს უსხვანაირი ადამიანი გესაჭიროებათ ამ წუთას გვერდით. ეს ადამიანი უფრო შეეფერება ისეთ მდგომარეობას, როდესაც უბრალოდ დროის გაყვანა გინდათ, რაღაც მსუბუქი ფლირტი, გავლა, გამოვლა და ასე შემდეგ და თქვენ რატომღაც ამ შემოთავაზებას დიდად სერიოზულად არ აღიქვათ, მაგრამ ეს ადამიანი მაინც დაიწყებს თქვენთან მიმოწერას და თავის ბედს მაინც შეეცდება. ესეთი პოზიცია არის პირველებო. და გემშვიდობებით გადავიდეთ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მეორეებო და ვნახოთ, ვინ მოგწერთ თქვენ ძალიან მალე. თქვენთან ჩნდება კვერთხების მეფე. ეს არის ცეცხლის სტიქია, ვერძი, ლომი მშვილდოსანი ზოდიაქოთი. ვერ ვხედავ აქ, რომ ადამიანი იყოს მეგობრული განზრახვით, უფრო მეტად დაინტერესებული არის თქვენი გარეგნობით, ძალიან მოხიბლავთ ამ ადამიანს, ანუ დაინახავს თქვენში განსაკუთრებულ სილამაზეს, რასაც სხვებში შეიძლება კი სხვებშიც ხედავს ამ ეტაპზე, მაგრამ გამორჩეულად არის თქვენთან დაინტერესებული. შეიძლება აქ რაღაც მომენტში თავიდან ამ ადამიანზე გქონდეთ რაღაც ისეთი შეხედულება, რომ ან მექალთანი დაღიქვათ, ან რაღაც მისი ყურადღება უცნაურად გეჩვენოთ, ან რაღაცა დისტანციურად თქვენ დახვდეთ, მაგრამ ეს პიროვნება შემოდის თქვენთან SMS-ით, სადაც
პირდაპირ შეიძლება ესე კარგად არ იცნობთ ამ ადამიანს ან ერთხელ ყავთ ნანახი რაღაც ისეთი მყარი და მჭიდრო ურთიერთობა ამ ადამიანთან არ გაქვთ, მაგრამ პირდაპირ მოდის ესეთი SMS-ი ძალიან ლამაზი ხარ, მინდა სადმე დაგპატიჟო და ნუ თქვენ ვიტყვით რომ ან ჯერ მომიკითხე ან ცოტა მესაუბრე ან გამიცანი ან ცოტა ესეთი დამოკიდებულება გექნებათ რომ თავი ვინ გონია რომ პირველი SMS-ზე გამოყვა კარად. თქვენგან მოდის თავდაცვა, მაგრამ ეს კვერთხების მეფე ზოგადად დროის კარგვა არ უყვართ ამ ადამიანებს, რასაც გაიფიქრებს პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ცუდი განზრახვა არ აქვს ამ ადამიანს. შეიძლება თავიდან სხვანაირ ჭრილში შეხედოთ ამ პიროვნებას, იფიქროთ რომ რაღაც ამას თავი ვინ გონია, მაგრამ მერე საუბარში მიხვდეთ რომ არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ არის ესეთი პირდაპირი, ცოცხალი, აქტიური, ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გამოიყურება მისი მეორე ნახევარი ძალიან კარგად, შეიძლება ძალიან ყურადღებიანი არის და წვრილმანებს აქცევს ყურადღებას თუ როგორი თმის ფერი გაქვთ, როგორ იცმევთ, რაღაცა სულ კომპლიმენტები მოდის ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ პირველი რასაც თქვენში დაინახავს არის ვიზუალი და ის განსხვავებული სილამაზე, რაც თქვენ გაქვთ და ამ პიროვნებისთვის ეს შტრიხები, რაღაც თუნდაც თვალის ფერი, თუნდაც რაღაც ზოგიერთ თქვენთაგანისთვის ჭორფლი იქნება, ეს რაღაცა დამახასიათებელი ნიშნები იქნება ძალიან ესეთი გულში ჩამწვდომი და პირველივე დანახვით იქნება ძალიან მოხიბლული. ნუ შეიძლება ყავთ აქ უკვე ესეთი თაყვანისმცემელი და კიდევ მოგწეროთ რაღაც აქტიურობები უბრალოდ დაგანახოთ, მაგრამ ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ან ძალიან ახალი ნაცნობი, ან რამდენიმე ხანში რომ გაიცნობთ. რადგან აქ თითქოს შეხვედრა ან საიტზე თქვენი ფოტოების ნახვა და მისი ქმედება ერთი არის. რაღაც მალე დაიწყებს ეს პიროვნება თქვენთან პირდაპირ საქმეზე გადასვლას. დაგემშვიდობებით, მეორეებო. გადავიდეთ ჩვენ მესამე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით და ვნახოთ, ვინ მოგწერთ თქვენ ძალიან მალე. აქ სხვათა შორის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი საუბარის წინაშე ხართ, უბრალოდ ესე ვიტყვი. აქ შეიძლება იყოს თუ თქვენ ახლა ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ ვინმეს შორდებით, ან პროცესში ხართ, ან რაღაც დაშორებიდან მაქსიმუმ 3 თვე არის გასული, შეიძლება ეს პიროვნება, რომელთანაც რაღაც ურთიერთობა დაასრულეთ, ან ამთავრებთ, ან განქორწინების პროცესი არის, ან რაღაცაში, მოკლედ, ვერ თანხმდებით ჯერ კიდევ, რაღაცა ერთმანეთთან არგუმენტირებული დიალოგები გაქვთ და რატომღაც იფიქრეთ, რომ აი всё მორჩა და ყველაფერი ამოვწურეთ, ერთმანეთს ყველაფერი ვუთხარით, მაგრამ თურმე ამ ადამიანს კიდევ რაღაც გასარკვევი სიტუაციები დარჩა და იცით როგორ SMS მიიღებთ ამ პიროვნებისგან, რომ ეცდება თავისი გადმოსახედით, რომ თქვენ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, ან თავის სიმართლეზე დაიწყებს საუბარს, აი რაღაცა დამამძიმებელი, სერიოზული, მაგრამ თქვენთვის უკვე მოსაბეზრებელი საკითხის დაღეჭვა მოდის თქვენ სიტუაციაზე, მით უმეტეს თუ ხართ განქორწინებულები, ან ამ პროცესში, ან შეიძლება ურთიერთობის დამთავრების პროცესში, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფერის სვენებს დაგროვილი აქვს სათქმელი, შფოთავს, სახში ესე დადის, გეგმებს აწყობს და ვერ მოусვენია სანამ რაღაცაში ისევ არ დაიწყებს თავის რაღაც პრეტენზიების წამოყენებას, ან უბრალოდ მომდება რომ თქვენ მოусმინოთ. რაღაცა სერიოზული დიალოგი იმიტომ იქნება, რომ თქვენც უკვე ან სხვანაირ ტაქტიკას მიმართავთ, ან უკვე თქვენც მკაცრად მოექცევით და ცივად მიიღებთ. ყოველ შემთხვევაში თქვენც თქვენი სიმართლე გაქვთ ამ ადამიანთან და ეგ ექნებათ ასეთი საუბარი, სადაც ორივე თქვენთაგანს მოუწევს რომ სიმართლეს თვალებში ჩახედოს და საბოლოოდ რაღაც საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ და ამ შემთხვევაში საბოლოოდ რაღაც მოაგვაროთ და გადაჭრათ და მომავლოდ აი ამ საკითხმა რომ არც ერთი აღარ შეგაწუხოთ, ხომ, რაღაცა მნიშვნელოვანი თემის გავლა გაქვთ. აქ არის ყოფილ პარტნიორთან უშუალოდ
ასეთი საუბრები. გამონაკლისი შეიძლება იყოს, ვისაც გაქვთ სასამართლო დავა, ვისაც გაქვთ რაღაცა ოჯახში საბუთების პრობლემა, ან ოჯახის წევრებთან ქონების გაყოფის პროცესები, უსიამოვნებები გაქვთ, შესაძლოა ამ შემთხვევაში იყოს ესეთი დიალოგები, ვისაც გაქვთ უშუალოდ ოჯახის წევრებთან ან ისეთ ადამიანებთან დავა, რომლებთანაც რაღაც ქონება არის გასაყოფი, ან რაღაც არგუმენტირებული დიალოგების წინაშე დადგებით, ხო? დანარჩენი შემთხვევაში ეს არის უშუალოდ პარტნიორთან, ყოფილ პარტნიორთან კიდევ ერთხელ დიალოგის წამოჭრა იმ საკითხში, რომ ამ პიროვნებას რაღაც საკითხები დარჩა თქვენთან გასწავლელი და რაღაცას ბოლომდე მიიყვანთ ამ შემთხვევაში. დაგემშვიდობებით. ყველას წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.